ჩაყინოი ვარიანტები ჯგუფის ხელმძღვანელი დავით ბორჭხიძე. დავით ბორჭხიძე, მიკი მაუსი იცი ვინ არის? ხელი დაწევით დამიდასტურეთ რომ იცით. იცით, გასაგებია. ანუ თქვენ არ გჭირდებათ იმის თქმა რომ მიკი მაუსი არის ნახატი ფილმის პერსონაჟი, უკვდავი უოლტერ დისნეის პერსონაჟი, ხოლო მათ ვინც მოხდა ჩვენი გამოკითხვის ობიექტში, ეს სჭირდებათ. მიკი მაუსი არის მულტფილმის გმირი. ხო, ჩართოთ პირი. მიკი მაუს. როგორც იცით, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში გაიზარდა რადიაციის ფონი. ერთ-ერთ ქალაქში, ვალეში, ველში კერძოდ, დაიბადა გენმოდიფიცირებული მიკი მაუსი, ქალბატონმა გააჩინა. თქვენი აზრით, აი ეს ყველაფერი რისი ბრალია, ან ჯანდაცვის სამინისტრომ რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს პრობლემა, აი ეს ანომალია? ეკოლოგიური საჭირო გამწვანება, მაგრამ თუ რეგიონებში ხო არის სიმწვანე. ანუ შემოწმებაა საჭირო მე მგონი. ვალეში ერთ-ერთმა მოქალაქე ქალბატონმა გააჩინა გენმოდიფიცირებული მიკი მაუსი. თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს ჯანდაცვის სამინისტრომ, რომ მსგავსი ანომალიები ავერიდოთ თავიდან? ძირფესიანად უნდა შეიცვალოს მთელი ცხოვრება. ვალეში ერთ-ერთმა მოქალაქე ქალბატონმა გააჩინა გენმოდიფიცირებული მიკი მაუსი. თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს ჯანდაცვის სამინისტრომ, რომ მსგავსი ანომალიები აირიდოს თავიდან? არა, შეკითხვა სიმართლე გითხრა ვერ გავიგე. აქ სად არის ეგეთი ისინი არის? პრინციპში აქაც არის. ვალეში ერთ-ერთმა ქალბატონმა გააჩინა გენმოდიფიცირებული მიკი მაუსი. თქვენი აზრით, ჯანდაცვის სამინისტრომ რა ხერხს უნდა მიმართოს, რომ მსგავსი ანომალიები თავიდან ავიცნოს? რა ვიცი, რა გითხრათ, ყურადღებით უნდა იყვნენ და უნდა მიხედონ მედიკამენტებსაც და იმასაც და მკურნალობა უნდა იყოს უფასო მაგალითად. კაი ხარ, გამაგიჟოთ რა მიკი მაუსი. ვალეში ერთ-ერთმა ქალბატონმა გააჩინა გენმოდიფიცირებული მიკი მაუსი. ალბათ თუ კიდევ რა ზომებს უნდა მიმართონ, რომ სხვებიც არ დაავადდნენ. ვალეში დაიბადა, ქალმა დაბადა გენმოდიფიცირებული მიკი მაუსი. თქვენი აზრით, ჯანდაცვის კარგად ზანდებოდეთ.